არსებობს ესეთი თეორია პოლიტიკის კეთების მედმენ თეორია. ნიქსონმა და კისინჯერმა მოიფიქრეს ეს თავის დროზე. სამი ელემენტისგან შედგება, უნდა იყო მაქსიმალური, უნდა შედგა ფაქტობრივად გიჟის იმიჯი, ქართულად ამას ქვია გიჟიკაცის თეორია. Ოღონდ ეს არის მეორე ეს არის უნდა იყო მაქსიმალურად აგრესიული ოპონენტების მიერ და მესამე ეს არის მიზანი არის დაშინების პოლიტიკით ყველაფერს ახლა დღეს მაგალითად რუსეთის პოლიტიკას როდესაც გაიხსნა ყველა ანალიტიკური ცენტრი სერიოზულად მუშაობს სწორედ ამ კუთხით რომ ტრამპს დაუმტკიცეს რომ ამ თეორიით მოქმედებდა პუტინი და აქ თავარი იყო რომ ტრამპი შეეშინებინა და ტრამპი ეიძულებინა დაყოლოდა შანტაჟის გასადგა საქართველოს ხელისუფლება და მე უკვე აღარ მინდა ლაპარაკი სულ რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება, იმიტომ რომ საზოგადოება ყველაფერი კარგად იცის. პრობლემა გვაქვს ალტერნატივის არ არსებობა. მთელი ჩვენი პოლიტიკური ვითარების უბედურება არის იმაში, რომ ხელისუფლება რაც არის ყველა მიცის, მაგრამ ვერავინ საზოგადოებას ვერ არწმუნებს იმაში, რომ ოპოზიცია რომ უკეთესობა იქნება ქვეყანაში. ანუ მათი მხრიდან სწორი წინააღმდეგობა არ ხდება თქვენი დაკვირვებით თუ ამდენ პარტიას შორის კონცენტრირება მარტო ერთ საკითხზე რაც ამ თელეთოების განმავლობაში და წლების განმავლობაში ხდება ევროინტეგრაციაზე ეს არის წამგებიანი ქვეყანაში არის უზარმაზარი პრობლემები სოციალური პოლიტიკური ადამიანებს აქვს სრულიად სხვა გასაჭირი როდესაც შენ ეუბნები რომ რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ვიზა ლიბერალიზაცია ხო ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოში გამოიყენა სულ 22%-მა, 78%-ს იმის თავიც არა აქვს, რომ ვიზა ლიბერალიზაცია გამოიყენა. ექნება თუ არ ექნება ვიზა ლიბერალიზაცია, ეს მას არ ეხება. შენ თუ ეს 78% სრულ იგნორში ყავს და ეუბნები, რომ მხოლოდ იმ თემაზე უნდა ილაპარაკო, რომელიც მას არ აინტერესებს და ამ დროს უამრავი საკითხები არის. სიყარიბე გაჭირობა შემიძლია მილიონი ჩამოუთვალო, ხო? საქართველოს მაგალითად აი ინდექსებზეა სულ ლაპარაკი, ხო? ჯინის ინდექსი არსებობს, რომელიც ყველაზე კარგი ინდექსია, ერთ-ერთი ბოლო ვართ რეგიონალური უთანაბრობის კუთხით, ხო? გვეუბნებიან, რომ აი პენსიები გაიზარდეს. პენსიისა და საშუალო ხელფასის შეფართება გაეროს აღდგენილს რეკომენდა 40% უნდა იყოს, ჩვენ და 18% არის. უკიდურესი სიღარიბის ქვეშ. შენ გაქვს საშუალო ხელფასი მეუბნები 2000 წელს მედიანური ხელფასი, რომელიც ქვედაზღვრიდან ითვლის ამას ყველაფერს. მხოლოდ 1300 ლარია და რეგიონების მიხედვით თუ ჩვენი 2-3 რეგიონი საერთოდ აფრიკის ჩამორჩენილი ქვეყნები არაფერზე არ ვსაუბრობ. ადამიანები სწორედ ამ პრობლემებზე აკეთებენ, ამ პრობლემებზე დაყრდნობით აკეთებენ არჩევანსაც ალბათ ყოველდღიურობის დროს, მაგრამ საკითხი რომელიც ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში განსაკუთრებით ან რუსული კანონის შემდეგ გაჩნდა, იმდენად გლობალურია თუნდაც ეს საგარეო პოლიტიკა, რამაც ალბათ შეავიწროვა სივრცე კონკრეტულიდან გლობალურთან თუ არ მიხედით, ყველა გამოკითხვა გიჩვენებს ძირითად თემებს, რაც მოსახლეობას აწუხებს. შენ პირველი 10 თემიდან როდესაც არაფერზე პასუხს არცემ, არაფერზე მესიჯი არ უგზავნი მოსახლეობას, არაფერზე არ ელაპარაკი. შენ თუ ამ კონკრეტული თემებიდან არ მიხვედი იმ გლობალურ თემამდე, უბრალოდ ეს გლობალური თემა დარჩება 20-25%-ისთვის ზემნიშნულოვნად და გვექნება ეს ვითარება, მაგრამ ეს ძალიან აწყობს ხელისუფლებას, იმიტომ რომ ხელისუფლება ავად თუ კარგად ელაპარაკება მოქალაქეებს იმ რაღაცებს უკეთებს, პროექტებს იმას და რასიც სუსტი არის და ამ საკითხებში ძალიან სუსტია, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში, მათ შორის იმ პრობლემებში, რომელიც არ იჭრება ქვეყანაში. იმაზე არავინ არ ეკავს, სუსტ ადგილებზე ხელისუფლებას არავინ არ ელაპარაკება. შეხედეთ რა ხდება. როდის გაგიგიათ ბოლოს რომელიმე პარტიიდან სერიოზული ანალიზი ეკონომიკაში რა ხდება, რითი უნდა გავარდო, ხელფასები როგორია, რაღაცა მიდგომა არის, რომ ეს არის რაღაცა როგორ იცი ჩვენ რაღაცა მაღალზე ვლაპარაკობთ და ეს არის რაღაცა დამამცირებელიც კი არის ახლა ამ საკითხზე ლაპარაკი როდესაც მოსაზრება რომ თუნდაც ეს ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი ევროინტეგრაცია მათ შორის განსაზღვრავს ადამიანების სოციალურ ეკონომიკურ უნდა აუხსნა რომ განსაზღვრავს აი ახლა თქვენ აი ესეც არ მიდის ამაზეც არ მიდის ლაპარაკი აი ამ ვიზა ლიბერალიზაციას რატო არის ამაზეც ჩვენ გონია რომ ეს ყველა მიცის სოფელ თბილისიდან რომ გახვალ ადამიანები რომლებიც თავჩახრილი მუშაობენ არ იციან ხალხმა და ეს არის ხელისუფლების მთავარი დასაყრდენი. შენ ამ ხალხთან თუ არ იმუშავე,
ხელისუფლებას ვერ დაამარცხებ, ტყუილია ეგა. ეხლა მე მგონი ნელ-ნელა ხვდებით იმას, რომ მხოლოდ რუსთაველზე დგომით არ დამო, თორე ესეც იყო ხოლმე, აი იქ ვიდგებით და გაიქცევა ხელისუფლება. ბატონო ირგლი, როგორ ხედავთ პროცესის განვითარებას? აი ახლა შეიძლება ამ დრომდე ეს იყო შეცდომა მათ პოლიტიკაში, მათ მიდგომებში, თუმცა ახლა სასაუბრო თემად ხელისუფლებამ შემოიტანა პოლიტიკური პარტიების აკრძალვა. ხელისუფლება ბრწყინვალედ ახერხებს გადააგდოს თემები იმ საკითხებზე, რომელიც საზოგადოების თვალში ნაკლები მტკივნეული არის, მაგრამ მოაშოროს ოპოზიცია იმ სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის მოსახლეობისათვის. ხელისუფლებას უჭირავს ის 10 საკითხი, რომელიც არის ყველა გამოკითხვით მოსახლეობისათვის მნიშვნელოვანი და ყველაფერს აკეთებს, რომ იმ თემებზე არ იყოს ლაპარაკი, იმიტომ რომ იქ დიდი გარღვევა აქვს ხელისუფლებას, დიდი მინუსი აქვს და ეხლა დასტურდება, ხო? აგერ ეს კორუფციის ფაქტები ესენი გიჩვენებს, რომ რომ მთელი შენი პოლიტიკა რაც იყო ამდენი ხნის განმავლობაში, ეს არის წარუმატებელი, იმიტომ რომ აღმოჩნდა რა ყველაზე მხარჯავი დაწესებულებები სახელმწიფოში რაც არის ინფრასტრუქტურის სამინისტრო კორუფცია, ეკონომიკის სამინისტრო კორუფცია, თავდაცვის სამინისტრო კორუფცია, ყველაზე მხარჯავ დაწესებულებებში გაქვს კორუფცია. ანუ თანხები რომელიც უნდა წასულიყო მოქალაქეებისათვის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აქ გაქვს ღარიბაშვილის დაკავების ამბავი ძალიან სასაცილო არის. ვინმე მიცით ღარიბაშვილი რატო დააკავა ეს? გვეუბნებიან უკანონო შემოსავლებიო, რომელი უკანონო შემოსავლები? არც დააკავეს. არც დააკავეს. არ დააკავეს. აღიარაო, ნუ ეხლა თუ ვიშინსკის და ადეიშვილის დროს უბრუნდებით, რომ აღიარება არის დედა სასამართლო პროცესის და აღიარებას ეყრდნობა ყველაფერს, მასე ეხლა რაც ხდება, როდესაც ერთი კაცის ჩვენება არის საკმარისი იმისათვის, რომ საპროცესო გარიგებით ის გამოუშვა და უამრავი ხალხი დაიჭირო, მაგრამ ძალიან ცუდი გზით მივდივართ. ეს ხელისუფლება იმიტომ რომ დღეს რაც ხდება ძალიან მარტივად არის, ხო? კაციშვილი ვერ ეძახის ღარიბაშვილი რაზე დააკავეს. რომელ უკანონო შემოსავლებზე ერთადერთი უკანონო შემოსავალი არის რა? ან ფარული ბიზნესი მაქვს, რომელიც არ თქმულა ითქვა რამე ერთ-ერთი თქოს რომ მამამის კარხანაა გვინის ტარელ ღარიბაშვილს გვინის კარხანა ქონდა ეს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებული როგორ არის ეს ფარული შემოსავალი საიდან არის ეს ფარული შემოსავალი გვინის კარხანამ დატოვა 6,600,000 თუ რამდენიც იყო ანუ იმასაც ვერ იძა თავის მომხრეებსაც კი ისეთ დაბალ დონეზე თვლიან რომ ფიქრობენ რომ რასაც გადაუყრიან იმას აკენკავენ და ხედავთ კიდევაც რო კენკავენ ხო ის ხალხი რომელიც ღარიბაშვილის მზეს ლოცულობდა დღეს მიწაშიდებს რომ თურმე თუ დედა ეს რა უქნია მაგრამ რეალური კითხვაა დაკავების ილუზია შექმნეს მოლოდინი შექმნეს არ დააკავეს და შემდგომ რის გამოც მოხდა და ჯარიმება პოლიტიკური მოტივები არის აი ნახეთ ანუ სასაუბრო თემა შემოიტანეს ასევე სასაუბრო თემად განიხილავთ თუ არა პარტიების აკრძალვის გეგმას თუ შეიძლება ეს რეალური პერსპექტივის მქონე პროცესი იყოს ყველაფერი აი და თან თქმა პირდაპირ იმის რომ რადგან არ გვაღიარებენ ისინი მე პოლისი რასაც ქვია ზუსტად ჯდება იმაში რასაც პარტიები მათ შორის პარტიების და მათ შორის ევროკავშირთან ურთიერთობების გაწვა ევრონესზე ზუსტად ჯდება ეს არის შანტაჟი მთელი საზოგადოების შანტაჟი ოღონდ რითაც უნდა დაუპირისპირდე რომ ნახოთ თეორია არის ხო წერია რაოდენობით უნდა დაუპირისპირდე რასაც ჩვენ ვაკეთებთ ხო იგივე 4 ოქტომბერი თავისი ბოიკოტი ან თავისი იმ რაღაციან არ ვიცი ეს ყველაფერი ჯდება იმაში, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყო ხელისუფლებას მის პოლიტიკის გამო. იმიტომ რომ ამ სიტუაციაში ერთ-ერთი მთავარი არის უნდა სიმტკიცე გამოიჩინო, მაგრამ ხელისუფლებას არ უნდა მისცე ამ პატარ-პატარა გამარჯვებების მომპოვების უფლება, ან დაჭერებით და ალტერნატივები არ არსებობს ამისი ყველაფრის. ანუ აკრძალვის უკანა პროტესტის გაგრძელება არის მნიშვნელოვანი, თუ მხოლოდ ის ფორმა, რომელსაც რაღაცა ნაწილი თulis ამას, და რომელსაც დაჭერები მოყვება, რომელიც შეამცირებს მომიტინგეთა რაოდენობას ადრე თუ გვიან. ანუ ბევრ რაღაცაზე არის გავეშვათ ხელისუფლება არის უვარგისი, არ გვიყვარს, არ მოგწონს გასაგებია. აქით რა გვაქვთ? რა ალტერნატივას თავაზობს საზოგადოებას ჯამურად ოპოზიცია? ჩვენ აქა გვაქვს პრობლემა, თვეები ამას ვიძახ. ჩვენ პრობლემა გვაქვს არა იმაში, რომ ხელისუფლება მოსწონს ბევრს. ხელისუფლება ბევრს არ მოსწონს და ყველა მათივე გამოკითხვებია ჩვენ. შენ პრობლემა გაქვს იმაში, რომ ხელისუფლება ვისაც არ მოსწონს, იმის მხარდაჭერის მოპოვებას ოპოზიცია ვერ ახერხებს.
აქ აქვს პრობლემა და ეს უნდა გავაძლიერო. ხარდამჭერებშიც ალბათ ბევრია ისეთი, ვინც ალტერნატივას უკმაყოფილება არის ბევრად მეტი, უკმაყოფილება არის ბევრად მეტი ვიდრე ოპოზიციის მომხრე და ხელისუფლების ხარდამჭერებშიც საკმაოა უკმაყოფილება, მაგრამ ეს აქით არ წამოვა. არაფერში კაპიტალიზაცია ამ უკმაყოფილების არ ხდება. მაგრამ აი პასუხად გეტყვიან ბატონო ირაკლი, რომ ხდება ლიდერების დაკავება მოხდა ამ დონის განვიცდით? როდის დაიწყო რამდენიმე თვის წინათ? მანამდე დაკავებულები იყვნენ ლიდერები? ეს ხო წლები, ეს ხო ბოლო თვეებში არ მოხდარა. თვეების განმავლობაში მე ვზეიმობდი არჩევნები ჩატარებული ვარ იყო და დამთავრებული არჩევნებში გამარჯვებას? მე მივატოვე რეგიონები? კაციშვილი რო არ შესულა რეგიონებში და მე გაკვირვებულო ხალხმა ხელისუფლებას მისცა. კიდევ უამრავ მე არ მინდა ცოტა თვლია მორალურად განსაკუთრებით იმ ადამიანებზე საუბარი, ვინც ახლა ციხეებში ზის. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, თუ არ შემუშავდა შინაარსობრივად ალტერნატივა, ის კი არა რომ ახალი პარტიები შეიქმნა, ახალი პარტიები შეიქმნა და იგივეს ბოდიში და უბერავენ, რასაც უბერავდა ყველა. და შინაარსობრივად თუ არ შეიცვალა ოპოზიცია არ გახდა საზოგადოების მოთხოვნებზე ორიენტირებული. იმაზე ჩვენი ოპოზიცია ცდილობს რომ საზოგადოება დაარწმუნოს რომ რასაც ის იძახის მას ისჭირდება. ოპოზიციამ უნდა გაიგოს საზოგადოების ინტერესებს უნდა პასუხობდეს. კი ბატონო. კი ბატონო. არ შეიცვლება არაფერი სხვანაირად. სამწუხაროდ ეგრეა. აი ამ აკრძალვას ხედავთ ბოლომდე მისულ პროცესად თუ ასევე რა თქმა უნდა ხედავ ბოლომდე მისულ პროცესად. ხელისუფლებისათვის კარგი არ არის და სხვა შორის მედმენ პოლიტიკა წარმატებული თითქმის არსად არ არის. მაგრამ ჩვენ ხო პარტიების რაოდენობის თვალსაზრისით არ გვაქვს პრობლემა, შინაარსის. მოდი რა შინაარსში დავლაგდეთ და ამისი ფორმა მერე გამოინახება. შინაარსში არის დასალაგებელი ეს თემა. მადლობა.